ქართული ღვინის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი მრავალფეროვნებაშია, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო ზრდის, ამისათვის კი საჭიროა საქართველოს ენდემური ვაზის ჯიშების აღდგენა. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს ვაზის უნიკალური და იშვიათი ქართული ჯიშების აღდგენის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს იმ ადგილობრივი უნიკალური იშვიათი ვაზის ჯიშების აღდგენის ხელშეწყობას, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდის წინ მოჰყავდათ მოსახლეობას და ან ახლა გადაშენების პირასაა, ან მცირე რაოდენობით მოჰყავთ. პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკვე შეირჩა სანერგე, რომელსაც გააჩნია ქართული იშვიათი ვაზის ჯიშების, ცოლიკაურის, ალავდასტურის, მეკრენჩხის, ბუტკოს, საწურის, ჩხავერის, ჯანის და სხვა ჯიშების 12,000 ცალი ეგრეთ წოდებული მწვანე ნერგი, რომელიც განაწილდება ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აჭარაში დაწყებული პილოტი იქნება ძალიან წარმატებული, საერთოდ ნერგები ურიგდება მოსახლეობას უფასოდ, ამის შემდეგ კომპანიები გარანტირებულად ღირებულობენ მიღებულ მოსავალს და ეს მისცემს სტიმულს, რომ ის იშვიათი ჯიშები, რომელიც თითოეულ რეგიონში მრავლად ჰქონდა, გაშენდეს, აღდგეს და საბოლოოდ ეს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაზრდის. ახლა დავარიგეთ 10,000-მდე ცალი. წელს ასევე ჩვენ ვფიქრობ სადღაც 70,000 ძირამდე ასევე გადავცემთ აჭარა-გურია რეგიონებში და ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება ყოველ წელს. მოგეხსენებათ, ეს არის მივიწყებული ჯიშები, განვიცდის დეფიციტს, ამას სჭირდება, ასე ვთქვათ, დარგის გვერდში დგომა და ჩვენ ერთგვარი, ასე ვთქვათ, თანადგომა გამოუცხადეთ როგორც ფერმერებს, როგორც მევენახეებს, ასევე დარგს და საკუთარ თავსაც.